რედაქციაში შემოვიდა კოლექტიური წერილის არჩივარი, რომელსაც ხელს აწერენ ზესტაფონის რაიონის სოფელ შროშის მკვიდრნი. წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ 6 წლის წინათ თინათინ მიქაბერიძის ეზოში გაიხსნა ზესტაფონის საშენი მასალების შროშის გრანიტის საამქრო, რომელიც ძალზე ხმაურიანია და ახლო-მახლო მცხოვრებლებს მყუდროებას ურღვევს. ძლიერი ვიბრაციის შედეგად კი ზიანდება საცხოვრებელი სახლები, იმსხვრება ფანჯრის მინები. საამქრო ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე 1991 წელს გაიხსნა. მან მომგიბეხებელი გრანიტით მიაწოდა როგორც ზესტაფონის, ისე რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქებისა და რაიონების სამშენებლო ორგანიზაციებს. მოთხოვნა ამ ნაწარმზე დიახაც რომ არის, მაგრამ საამქროს არ ჰქონდა და ახლაც არა აქვს თანამედროვე საწარმოს სახე. კერძოდ მის შიფერით გადახურულ ძირითად კორპუსს თავის დროზე მხოლოდ ჩრდილოეთის მხარე ამოუშენეს. დანარჩენი ფარღალალაა. რკინის ბოძებზე დაბჯენილი დატოვეს და თავად განსაჯეთ, როგორ პირობებში უხდებათ მუშებს აქ შრომა, მით უმეტეს ზამთარში. ეს კიდევ არაფერი. საამქრო ისე ჩაიდგა მდინარე ძირულას მარჯვენა მხარეს რაღაც 10 მეტრის დაშორებით, რომ წყალდიდობის საწინააღმდეგო ნაპირსამაგრი სამუშაოები არ ჩაუტარებიათ. ამიტომაც ბოლო 4 წელიწადში იგი მრავალჯერ დაიტბორა და მანქანა დანადგარები თითქმის სანახევროდ გამოვიდა მწყობრიდან. როდესაც ამ კადრებს ვიღებდით, 4 სახერხი დასგიდან მხოლოდ ერთი მუშაობდა, მაგრამ აუტანელი ხმაური საკმაოდ შორს ტვებოდა. გაირკვა, რომ ქვის სახერხ დასგებზე თავიდანვე არ დაუმონტაჟებიათ ხმის მარეგულირებელი სისტემები, რამაც აქაური მოსახლეობის სამართლიანი პრეტენზიები გამოიწვია. არის რომ მერვე წელიწადია ვიბრძვით, დავობთ ამ კუსტარული საამქროს გულისთვის ჩვენი ხოცებით და ხალხი სადაც არის გაქცევაზე ვართ სულ მაინც ვერაფერს მივახციეთ და ახლა იმედი გვაქვს რაღაცის ალბათ. სოფელი მთლიანად თუ შეიძლება ეთქოს დაიხურება სოფელი. ვერ უძლებთ ამ ხმაურს და პირადად მე იძულებულად სახლიდან გავიდე ხოლმე. დავდივარ 6 საათამდე გარე. რაც შეეხება საცხოვრებელი სახლების საძირკვლის რღვევას და მინების მსხვრევას, ასეთი საყდური თუმცა სრულიად დაუსაბუთებელია, მაგრამ ხმაური მართლაც აწუხებს საწარმოდან 300-400 მეტრით დაშორებულ მცხოვრებლებს. ჩვენთან საუბარში ზესტაფონის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარემ არჩილ ჭანკოტაძემ აღნიშნა, რომ საწარმოს გადატანა და ძირეული ტექნიკური გადაიარაღება მომავალი წლის ბოლოსათვის არის ნავარაუდევი. დიახ, მხოლოდ ნავარაუდევი. ვარაუდი კი მოგეხსენებათ გარანტიას სულაც არ ნიშნავს. მის იმედზე ყოფნა საწარმოს კოლექტივსაც გაუჭირდება და მობინადრეებსაც.